წავიდეთ და რა ვიცი გავატაროთ 24 საათი საავადმყოფოში. ანუ ეს ჩელენჯი არ მინდოდა რეალურად, მაგრამ იცი როგორ გოგო რა? მართლა? ულალა. როზერ, ნახე. აი უბრალოდ გენიოსი ვარ. პატარა პრინცის თავი ხალხო. ეს ვერგამიკი არა არის. რა არის? რა ხდება სად გადავედი? ახალი ამოჩენება გვაქვს და ვიცინით ბოლო ხმაზე მიდიმართ ამ ხალხო ეს რა არის? თავი გამანებით, აღარ მინდა ეს ტრენდი. დაიწყო ყვინინი, მარშრუტკაში დაბლა გაწვა. მართა კურიტიშვილი. მზად ხარ? კი, მზადმა. დღევანდელ ვიდეოში მე და მართა 24 საათს გავატარებთ საავადმყოფოში. დღევანდელი ვიდეო კიდევ იმით იქნება განსხვავებული, რომ ჩვენ გვექნება განსაკუთრებული ტოპ კომენტარები, რადგან ცხოვრებაში პირველად ჩვენ 3 ტოპ კომენტარის ავტორს ვაჩუქებთ ჩვენივე მაისურებს. ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, იმიტომ რომ გადანაწილებული იქნება ტოპ კომენტარების ავტორები თავში, შუაში და ბოლოში. შესაბამისად შეიძლება თქვენ მოიგოთ ჩვენი მაისური, მაგრამ ვერ ნახოთ, იმიტომ რომ ვიდეოს არ უყუროთ ბოლომდე, ამიტომაც ვიდეოს ბოლომდე უყურეთ აუცილებლად. ჩვენ არ ველოდით, რომ ასეთი ვიდეოს გადაღება მოგვიწევდა, თუმცა მართა უეცრად გახდა ცუდად, შესაბამისად, რას ვიზამთ, ყველაფერი ხდება, ყველა ჯანმრთელობას გისურვებთ, ვისაც ვირუსი გაქვთ, ძალიან მოედო ვირუსები ამ ბოლო დროს. აქ მიჭირავს 3 მაისური, რომელსაც დღეს ჩვენს გამომწერებს ვაჩუქებ. დავიწყეთ. ახლა მართა არის საავადმყოფოში, ეხლა რაღაცები გავუმზადე, რაც უნდა წავუღო, შემდეგ მივიდე და მთელი დღე გავატაროთ საავადმყოფოში ერთად, იმიტომ რომ სიცხე აქვს, მარჯვენა ფილტვის ანთება აქვს, მოკლედ ცუდად არის და 5 დღე უნდა იყოს საავადმყოფოში. შესაბამისად, მე უნდა დავრჩე ხოლმე მასთან, ხან ბებო, ხან გელა და ასე შემდეგ რა. ეხლა მოკლედ გაჩვენებთ რა უნდა წავიღო, მინდა რაღაც გასართობი რაცები წამიღო, რომ ცოტა ხასიათზე მოსულიყო და რაცები ვათამაშო რა. პირველ რიგში მიმოგვსა ეს, იმიტომ რომ სიმართლე გითხრათ არ ვიცი, მაგრამ ძალიან უყვარს, ამიტომ წავუღებ. ეს არის ჯენგას თამაში, ერთმანეთზე არის ესეთი ფიგურები და ისე უნდა გამოვაცალო, რომ არ წაიქცეს და ეს თამაში ძალიან გვიყვარს. თოვლის ბაბა მაჩუკა წინა ახალ წელს სხვათა შორის. ამასაც ვითამაშებთ. კიდე მიმაქვს ფლომასტერები, კიდე სახატავი ვეული მინდოდა მომეწევნა, მაგრამ ყველაფერი აქვს ამოხეული, ანუ არ ვიცი რატო. ალბათ თქვენც ეგრე გექნებათ და ალბათ მეც ეგრე ვაკეთებ სკოლაში, მე აღარ მახსოვს, მაგრამ მართლა დაგლეჯილია სახატავი ვეული. შესაბამისად, უბრალოდ ფურცლები ავიღე და ამაზე დავხატავთ. ასევე მიმაქვს პატარა პრინცის ასაწყობი, ამას საათები სჭირდება რომ ავაწყოთ და აი მგონი ეს ის მომენტია, როდესაც გვაქვს ეს დრო დავაწყობთ. ასევე მიმაქვს წიგნი პატარა პრინცის და ამ წიგნსაც წავიკითხავთ. მიმაქვს ჭადრაკი. ეხლა სწავლობს მართლა თამაშს, მოკლედ მაგიტო ვიყიდეთ ეს ჭადრაკი. მე ვიცი, ოღონდ ცუდად მოკლედ კარგად არ ვიცი. მეც დავხვეწავ მართლაც ისწავლის. მიმაქვს რა თქმა უნდა ჩემი ბლოკნოტი, რაშიც ყოველდღე წერ ჩემს გეგმებს, მიზნებს და ასე შემდეგ და ჩემთვის მიმაქვს წიგნი. კიდე მართლასთვის მიმაქვს პიჟამები და ასევე მიმაქვს სოლ დე ჟანეირო, იმიტომ რომ ძალიან უყვარს და აი დიდას ეხვეწებო და მიყიდეო და მეც ვისხავ ხოლმე და ეს მიყურებს რამდენი წელს ისხავო, მაგრამ ასე და რო ყავს, ჩემი რაღაცები ამოტრიალებული რომ ხდება ხოლმე, ანუ ბოდიში რა. პირველი მაისური, შრომით ყველაფერი გამოგივა. ია ჩოგაძე. ახალი ვიდეო ძალიან მაგარი იყო. ხშირად გადაიღეთ ასეთი ვიდეოები რა. ჩემი აზრით, მან გაიმარჯვა გელამ, რადგან პასტასთვის ძალიან ცოტა დრო ჰქონდა და ეს ყველაფერი მოასწროთანაც პასტა ძალიან კარგია. შემდეგზე დავაყენებდი მანანას და ბოლოს კი მართას. ეს ვიდეო ვინც არიცით აუცილებლად ნახეთ. მართაც ძალიან კარგი იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან მარტივი იყო. გასაგებია რომ მართა პატარა, მაგრამ საუკეთესო იყო მაგის, მაგრამ მე ვფიქრობ ყველა მართლა საუკეთესო იყო თავის განხრაში, მართა დესერტებში, მანანა ფასტფუდში, გელა კი რესტორნის საკვებში. ტოპ კომენტარებში არასდროს მოხვედრიო და ძალიან მინდა ის თქვენი მერჩი, აი ძალიან მაგარია, ვიცი ახლა ვერ მოვიგებ, რადგან მარტო მე არ მინდა ტოპ კომენტარებში მოხვედრა და სხვებიც არიან, ეს მესმის და არც მეწყინება, იმიტომ რომ ვიცი სხვებსაც უნდათ, მაგრამ იმედია აქ თუ არა ოდესმე სხვა ვიდეოში მაინც მოხდები ერთხელ. იმედი ამ კომენტარს უბრალოდ წაიკითხავთ და თუ კითხულობთ, მინდა გითხრათ რომ ძალიან მიყვარხართ ჩემი აზრით ქართული YouTube-ზე, ესეც საუკეთესოები ხართ და ჩემს სიაში ქართველებში პირველ ადგილს იჭერთ. მიყვარხართ ყველა, მართა, მანანა, გელა და თქვენი ბებიაც ძალიან საყვარელი ქალია. ბებია თქვენი ძალიან დიდი მადლობა და გილოცავ შენ პირველი ადამიანი ხარ, ვინც მოიგო ჩვენი მაისური და ჩვენ ვფიქრობთ რომ თუ ტერიტორიულად მაგალითად ახლოს იქნები ჩვენთან პირადად გადმოგცეთ და პირადად გაგიცნოთ, თუ არა და აუცილებლად გამოგიგზავნით. წავიდეთ და რა ვიცი გავატაროთ 24 საათი საავადმყოფოში. ანუ ეს ჩელენჯი არ მინდოდა რეალურად, მაგრამ ეგრე გამოვიდა რომ ამ ვიდეოს სახელია 24 საათი საავადმყოფოში. წავედით. იცი როგორ გოგო, ინგალაცია არაფერი არ არის. რო დაგიხჩა? ვაიმე, მოკლედ ეხა მართა იკეთებს ინგალაციას და ეხავე აგიხსნით რა ხდება. ისე ძალიან გიხდებათ ქალბატონო. აი აქ არის წამალი, ეს წამალი როდესაც მორჩება, მერე გამოვრთავთ. აი აქედან არის ჩასართველი. მართა ისუნთქე? ტკივნეულია? აბა წინაზე რო გაიკეთე, რატო იყავ პანიკაში?
მოკლედ მოვედი მართასთან. ესეც საყვარელი პალატა აქვს, რაღაცა ჭუკები ხატია და რაღაცეები და მეც გავხალისდი. მე მომწონს სხვათა შორის კი თქვენ მიკი მაუსები ხატია. და აქეთ არის სკოლა და ზარის დარეკვის ხმა შემოდის ხოლმე და აი ბავშვები დარბიან. რა? მართლა? ეს შენი სკოლა სადაც დადიხარ? ანუ მართა ხალხო თავის სკოლას უყურებს საავადმყოფოს ფანჯრიდან. თავის კლასელების დანახვაც კი შეუძლია. ვერ მივხვდი მე. აიმე. მოკლედ ახლა მე რაღაცები მოვიტანე, აქ ვაპირებთ რომ გავერთოთ, წიგნი წავკითხოთ, ვითამაშოთ, რაღაცეები ჭამოთ, ასე შემდეგ და 24 საათს გავატარებთ აი ამ პალატაში. ეს ჩავწეკით ახლა მე და მაშუნა პაშუნა. რაღაცეები მოვიდგით აქ ჭამთ და წიგნი მოვიტანე და ეს წიგნი მართას ვაჩუქებ 2-3 წლის წინ და აქ დავუწერე ძალიან დიდი წერილი და მინდა რომ წაგიკითხოთ. გუშინ დავასრულეთ პატარა პრინცის ყურება. სურვილი გაგიჩნდა წიგნი წაგიკითხა და აიკვე შენ ხელთა. დიდი იმედი მაქვს ამ წიგნით დაიწყება შენი საინტერესო მოგზაურობა ლიტერატურაში. წიგნები დაგეხმარება ნახო და წარმოიდგინე უამრავი სამყარო. წინასწარ გაფრთხილებ წიგნის კითხვა ყველას არ შეუძლია. ამას ნების ყოლა სჭირდება, მაგრამ დამიჯერე ამ ადამიანებმა რომ მიცოდნენ რამდენად დიდი სიამოვნება იმალება წიგნების მიღმა, აუცილებლად ინანებდნენ. მე დარწმუნებული ვარ რომ შენი ერთ-ერთი საყვარელი თანამგზავრი ცხოვრებაში წიგნი იქნება. შენი მანა ნონია, მიყვარხარ სამუდამოდ. ანუ მართა მეძახდა მანა ნონიას მთელი ბავშვობა. ამ წიგნის სახელია პატარა პრინცი და ჩემ და მართას მიზანია რომ ხვალ დილამდე ეს წიგნი თავიდან ბოლომდე წავიკითხოთ. სულ არის 100 გვერდი. მართა შენ ეს წავკითხავთ? რავი? ალბათ. გონია რომ დავუყოფთ ნაწილ-ნაწილ და დილით დავასრულებთ. ნახოთ. ძალიან საინტერესოა და თქვენც გირჩევთ რომ წაიკითხოთ. Unboxing-ი რა მომიტანა მანანამ. აუ, უკვე ჩაიშალა. არ მომიგედო. რა წერია? რაღაც ხა დამაწერეს. ეს ნესკვიკები, ეს კიტელსი, ჩუდონი. ეს კინდერი, ეს კინდერ ბუენო. როგორ ავარჩია იცით? აი მაღაზიაში რო შევდივართ ხოლმე, წარმოვიდგინე რას მთხოვდა რომ დაინახავ და ზუსტად ვიცი ხოლმე რასაც მთხოვს. კინდერები მომიტანა, ეს ამომივიდა. ეს რა უკვე არის? 2 მაქვს. რაღაც ფილმი თუ რაღაც ეგეთი კვერი, ვანილი. კვერი. კვერი რატო წერი? რას ეტყვი ბავშვებს, რომლებსაც ეშინიათ, როდესაც სულად არიან საავადმყოფოში წასვლა, ეგეც საშია მართლა? არა. ჩვეულებრივია? გუშინ ბებო დარჩა მართასთან, დღეს მე უნდა დავრჩე 24 საათით. მე დარჩება გელა და იდეაში საინტერესო რომელთან უფრო კარგ დროს გაატარებს მართა, ხო? ანუ წესით მე იქ უნდა დავიძინო რა, მაგრამ მე მართასთან დავიძინებ, რა თქმა უნდა. ეს აგვიხსენი ხელზე რა გიკეთია. მერაბი გადასხმის რაღაც. აია? წიღანი კითხა და იყურებოდა ბავშვებს უყურებდა რა, როგორ თამაშობდნენ, როგორ გამოდიოდნენ სკოლიდან და ძალიან მომეწონა ეგ კადრი რა, რაღაცნაირი კადრი იყო, აი ემოციური და ეხა ვეუბნები რომ მიდი დადეკითხო და არ დგება რომ ბარემ დრამატული მუსიკა დაადეო. ნახე. კაია სკოლაში? არ კაიცა, მაგრამ ისიც არა. რა რთული? ბოდიში ახლა. მეგობრებო, კითხულობდით და უცბად მოიტანეს ყובה და ეხა გავაკეთებთ unboxing-ს. ფაი მის რაც ხელია. აი ესე არა. შვენიერია რა გინდა ახლა მეტი? კაია? ჩოლო პიურე. პური მიაყოლე. ბოდიში happy meals ვერ მოგიტანდნენ. როგორ გავერთოთ საავადმყოფოში? აბა მოდი. ეგრევე შეიძლება დაინგრეს. ნელაკთ ხო? Oh my god. ორი გამოაძრო ბავშვმა. აი მე ღმერთო მიშველი. ამ ჯენგას თამაში მე მინდოდა, მართას უნდა რომ აი სავაწყოთ და დაგვიკომენტარებთ თქვენი აზრით, რამდენ ხანში ავაწყობთ ამას. ზოგადად მე ისეთ რაღაცებს ბავშვობაში არ ვაწყობდი, იმიტომ რომ ჩემ დროს არც იყო. რატო ჩურჩულე? მოკლედ, ვინც საავადმყოფოში კარგი იქნება რომ არ მოხდეთ, მაგრამ თუ მოხდებით, ისედაც რომ აქ ტრაგედია არაფერია, უბრალოდ უნდა მიყვეთ მკურნალობას, გააკეთოთ ის, რასაც გეტყვით ექიმიდან თქვენი მშობელი, მალე გამოკეთდებით და გამოგწერენ. ეხლა მე შეიძლება ეგრევე წავაგო, მაგრამ იცოდე რომ მე მოგებისთვის ვარ დაბადებული. ულალა. ისე რომელიღაც YouTube ვიდეოში ამას თამაშობთ, ხო? აი ძალიან თავიდა რომ გავაკეთეთ YouTube-ი, ვითამაშეთ და მაგაზე იყო ვიდეო მგონი. Oh my god, ბროზერ. მეორეც არის ბროზერ. ძალიან მალე გადის სხვათა შორის აქ დრო. 1 საათი გვეძინა, კარგად. მაგარი იყო. აი ხა მე მგონი ვაგებხა, ხო? აი მე ხო არასდროს არ ვამბობ რომ ვაგებ, მაგრამ გოგო, აუ, სული არ შეუბერო თორე. აი რთულია მაღლა რო ვაწყობთ. ანუ ესე უნდა შეამოწმოთ თუ ძალიან კაცს რო ვინმესთან ერთად არ თამაშობთ, რომ ანუ აი რომელიღაცები აი თავისით გამოდიან, არ უნდა ეხლა მას თუ გამოვიყევ ძალიან დიდი შანსია რომ ეხლა მართლა მწავებოს. იმიტომ რომ უკვე რა ნოუპ ძალიან გართულდა მართლა ხალხო. არაფერი არ გართულებოდა. Yes, და გადახრილია. ეხლა შენ შეიძლება ვერ ხედავ, მაგრამ გადახრილია. ნელა გეხვეწები. აუ, გრძნობ რო ეხლა წაიქცევა, ოღონდ მართლა. ხელი მიკაკალებს. კაი ნელა ახლა. ეს არ უზო კაცო, მიდი აბა.
ყველაზე ადვილი იყო. აი, ხა ვიღაც წააგებს. განძარიან. რაც დავადეთ, მაქედან შემიძლია რომ გამოვაძრო? კი. მაიფიქერე. ანუ რა ჭირს გთავდაცო შუიდან რო ამოღებული. რას საკეთებ? აი რას საკეთებ? მაქედან რას საკეთებ? რა გინდა დამაცადე? მე მითითებიცი რომ ხება გიჩანდა. აი ჯადოქარი ვარ უბრალოდ. წავაგებ. არ წავაგებ. კაი. უკან მაგარი ფონია. Hello, Mickey Mouse. მე ვიცი რომ ერთს ნაქმნა, მაგრამ არ გიგანახებ. არ გეწყინოს ხარ რომ წააგებ. ოკეი. ანუ მეორეზე იმდენს ფიქრობდა მანანა რომ რავი აი იზია აქედან გამოტანა. იზიაო და ეხა თავზე დაემხობა. მართას აქვს აქ სამჯერად იკვება მეგობრებო. ეხა რას მოგიტანე ეცადე რომ შეჭამო რა. ოპა. Აიმე. ვაგებ. არ ვაგებ. მოდი აქ. აი ცუდად ვარ. ნახე. აი უბრალოდ გენიოსი ვარ, მაგიტო აი. ხო და მოკლედ ცუდად ყოფნა არც ერთ გაგიკულია როგორც ამას ამბობენ ხოლმე. ოი. ხო მართა. ეხლა შემიჯერია. რა გიხარია ეხლა რომ წააგებ. იცოდე არ დაიბოღმო რომ წააგებ, გაფრთხილებ წინასწარ. ეგრე იცინის ხოლმე და მე ბოს ტირის. ეხლა დაფიქრება უნდა ამას. დაფიქრება უნდა დაფიქრება. აი მე ეფსაკეთებს ეს გოგო. დაგითმო? ისე რაღაცას რომ უთმობთ ხოლმე მართას ტვინის იწყებს. არ უყვარს. ერთი აი ცოტა შორს თვითონ ისე დევს რომ მეგონა რომ პირველივე იმაზე ეგრევე წაიქცეოდა რა. მე ვსით რაღაცაზე დევს რო აი რავი. ეს არის სასიკვდილო ნომერი ხო? არა, ამას ვაძრობ და ინგრევა. იცოდეთ რომ მაინც მე ვარ მოგებული. არ წაიქცა. მე როგორ დგას. და რა მხელა? ხელი მიკაკალებს მე და მანა 24 საათს გავატარებ სავატყოფში. ბრავო, არ წაიქცა. საღო. ძადკი პოზი. გამოვაძრო, ვეხა ივეჭველი ინგრევა პროსტა. წავაგე მეგობრებო. Წავაგე. და ეს ძალიან იშვიათად ხდება სხვათა შორის. ეხლა მე ამას ავაგებ და შემდეგი ეს ლეგო იქნება და ამას ავაწყობთ. მეორე კომენტარი დაწერა ანუკე. ულამაზესი მაიკებია, ეგ რომ ოდეს ლეგო, სიამაყით ვატარებდი. ეს მაისურები უფრო და უფრო მაგრებს ხდით. და ისეც მაგრები ხართ. მიყვარხართ, კარგი ვიდეოა და მომწონს. მაგარი იუთუბერები ხართ და თან დაძმა რომ ხართ, ეგ საერთოდ მაგარია. მე გალფის ნაყენი გასიჯული მაქვს და აი უგემრიელესია. მანამ მეც ეგ ჩვეა მაგ არაფერს არ შეჭამ. თუ არ დავსულფე. გილოცავ, ეს მაისური მოიგე შენ და შეგეძლება რომ მართლაც სიამაყით ატარო. აუცილებლად გამოგიგზავნით ან მოგიტანთ და ესეც ჩვენი მეორე ტოპ კომენტარი. ესეც ჩვენი თავგადასავალი გრძელდება საავადმყოფოში. მართას ახლა ძალიან დიდი სიცხე აღარ აქვს. მე ეს მინდა. რაღაცები გვაქვს წეღან unboxing გავაკეთეთ. ეს არის Kinder Bueno, რომელიც მინდა. რა უქნა საჭმელს არ მაჭმელს და. შეყოლადებზე ვარ. აი გაშალე. ეხლა მეგობრებო დრო ავაწყოთ. აი ეს ძალიან მაგარი რაღაც რომელიც მინს რომ გამოგვიგზავნა ერთი თვის წინ მგონი. აი ეს არის შიგნით გვხვდება ეს ნაწილები, უამრავი ნაწილი აქვს მოკლედ და ინსტრუქციაც ალბათ მოყვება, იმიტომ რომ ნახეთ აი ძალიან პატარა ნაწილები აქვს და სავარაუდოდ ძალიან დიდი ხანი უნდა ამის გაკეთებას. პატარა პრინცის თავი ხალხო. და ეს რომ მიეწერყო რა შუაში. აი ესეთი წიგნი მოყვება, ნაბიჯ, რა უნდა გააკეთო, ყველაფერი წერი. აი პირველი ნაბიჯი ესე წერია 28-29 და ესე ნელ-ნელა მიყვები და საბოლოო ჯამში უნდა გამოვიდეს. აი ესეთი რაღაც. ძალიან კაია, ხო? დავიწყოთ. პირველ რიგში ჭირდება იესამნისფერი ორი ნაწილი. ანუ ესენი. ეხა არის 8-13 წუთი ვიწყებთ და ნახოთ რამდენ ხანში ავაწყობთ. აი ზუსტად ესეთი რაღაცის გაკეთებას ვცდილობთ პირველ რიგში. მართა აკეთებს. საინტერესოა თვითონ პროცესი. კი. შემდეგი იყო ეს გამჭირვალე ფიგურები რო დაგვემაგრებინა და მართამ დაამაგრა. ეხა მე ვეძებ. ან თვითონ წერია ყველაფერი და ნელ-ნელა უბრალოდ უნდა მიყვეთ რა. შემდეგი აი ეს უნდა მოვფაროთ აი ამებით და მართა აკეთებს. მოკლედ ვაწყობდით დაახლოებით 9 საათი და ვერ ავაწყეთ და გავიჭედეთ და ისედაც 1-3-4 საათი მაინც ჭირდება. წამოდით ეხა დაგათვალიერებინებთ საავადმყოფოს. მართა იქნება ჩვენი გიდი წათი. ეს არის მეორე და ეგრე რა. ან სხვა ოთახები აქ
ექიმის რაღაც კაბინეტი. აქ დასადილოსავით. აქ არის უფროსი ექთანი, გამარჯობა უფროსი ექთანო. ნახეთ რა, საყვარელი ნახატები ნახეთ. და აქაც ვთახებია. ეს ვერ გამიგიერა არის, კარია. და ნუ ეს არა. დაბლაც ახლა 9 სართულიანია. ეხლა მე-9-ზე ვარ. კაია, მშვენიერია, მართ არის პირველ ოთახში. რა არის ეს? რა ხდება? სად გადავერდი? რას თამაშობ? არ ვიცი რაღაც. მომბეზრე და ყველა თამაშს ეხლა. რამდენი ხანია რაც Roblox-ის ფანი ხარ? ბევრი ხანია. რამდენი? 7 წლის ვიყავი უცხო. მართლა? პირველი თამაში გავიგე. და დღემდე ბევრს თამაშობ? ყოველდღე თამაშობ. რატო გიყვარს ეგრე ძალიან? ყველას უყვარს ყველა ბავშვს. აუ, სად ჩავარდი? მოკლედ მოვიწყინე ცოტა რა. მართამ დამივიწყა, იმიტომ რომ Roblox თამაშობს და Roblox როცა თამაშობს, არც და არ უნდა, არც YouTube არ უნდა, არც დედა არ უნდა, არც ძმა, არც ბებო, არაფერი არ უნდა. ბედნიერია. ისე თქვენ დაწერეთ ახლა კომენტარებში, ხართ თუ არა ნამყოფის ავადმყოფოში და რა გამოცდილება გქონდათ მოგვიყევით აუცილებლად. მოკლედ ესეც სახალინსო ჩელენჯი მოვიფიქრე, რომ მე და მართა ორივე დავხატავთ ორ-ერთნაირს და ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს. გამარჯვებულს გამოავლენთ თქვენ, რა თქმა უნდა. დავიწყოთ მართა? იო. ხალხო, ეხლა ვხატავთ და ახალი ამოჩენება გვაქვს და ანუ ვიცინით ბოლო ხმაზე. მიდი მართა. არ ვიცი რა ენაზეა, მაგრამ ჩინური ან რამე ეგრე იქნება. 4 როგორ არის? S 44 44 444 სპაის აი ეს ზის და იძახის სპაის და უნდა შევარქვა სპაის მოკლედ ეს არის ჩემი ნახატი, ეხა პროცესშია. გონი სპაისში ჩემგან იხატავს და ძალიან არ მომწონს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ თვალებს აპარებ ჩემკენ სპაისში. უნდა იყოს კრეატიული ეს ნახატი და ასევე უნდა ავხსნათ ამ ნახატის შინაარსი რა, და მზად ხარ? ჰა? Yes. აუცილებლად დააკომენტარეთ, რომლის ნახატი გინდათ, რომ იხილოთ სამომავლოდ ჩვენს მაისურებზე. პირველი მე წარვადგენ. აი ეს არის ჩემი ნახატი, რომელსაც აწერია სიკეთე გადამდებია და იდეაში ისეთი ვიზუალი აქვს თითქოს აი ეს ასოები ედება დანარჩენ ნახატს. კომენტარებს როდესაც კითხავდი, ერთმა ადამიანმა დამიკომენტარა, რომ სიკეთე გადამდებია დაიწერეთო მაისურებზეო და ძალიან მომეწონა. მოდით ეხლა მართა გააკეთებს პრეზენტაციას. მართა გურიტიშვილი. ესე იგი, მე დავხატე. მანან და ჩემი თავი, რადგან ორჯერები ვართ, თითქმის ერთ-ერთი დავხატე თავი, იმიტომ რომ ჩემი აზრით გავარდე ჩვენი მაისურები არის. აქ წერია, იყავ ბედნიერი დღევანდელი დღით, ეს გიწერია ის მაისურებზე. არა, და ძალიან მაგარი წარწერა, სხვათა შორის. იყავ ბედნიერი დღევანდელი დღით. ბრავო. ორივე ნამუშევარი კარგია. მართას ნახატი ძალიან მომეწონა, ორი ერთნაირი ზუსტად რო დახატა თავისი მაისურებით და თქვენ გააწყვეტეთ, ვინ მოიგო, ორივე კარგია შევთანხმდეთ. ახლა არის ყველაზე სახალისო ტრენდის დრო. სპაისის ტრენდი. მზად ხარ? კი, მზად ვარ. S 44 თქვი? 44 44 444 444 4444 4444 ცუდად ვარ. 44444 მოვიწყდა. ხო, ეს რა არის? თავი გამანებით, აღარ მინდა ეს ტრენდი. წავაგეთ ორივე. აბა რა ხდება? რომელი საათია? ეხლა სადღაც 11-ია. საჭმელი გამოვიძახეთ. ეხლა unboxing გავკეთე, სულ unboxing-ებში ვართ. ოპა. ჭრიები ისთები და კოუძი და ეს არის მეგობრებო, აი ესეთი ქათმის ლაფშაა მოკლედ. და მეორე, ჩემი სიყვარული, რა თქმა უნდა, ეს არის სუში. აი გიჟდები. მოკლედ, სოია სოუსი, ეს წითელი რაღაცაზე გიჟდები, წონ რაღაც არ მოყვარს. და ესეთი ეს არის რა. ლაფშაში ჩაგვახედე. კაი ხო, რა თუნდა ყველგან ჩახედება. მოკლედ, ეხა არის ღამის 12 საათი, მართამ გაიკეთა ინსტალაცია. დავიძინებთ და ხვალ დილით გახდება 24 საათი, რაც მე და მართა ვიყავით პალატაში, ხო? მოწყენის მომენტი არ მქონია სხვათა შორის, იმიტომ რომ რაც აქტივობი გავაკეთეთ რა. ხვალ მართა გილასთან ერთად გაატარებს დროს და ძალიან მაინტერესებს რას გააკეთებენ. ჩემთან ერთად გატარებულ დღეს საავადმყოფოში როგორ შეაფასებდი? კარგი იყო, ძალიან გავერდი. ანუ მე სტრესი საერთოდ არ მქონია, რომ საავადმყოფოში ვარ თან რა
რამე შენ? არცი. დიდად ეხა ტკივილები და სიცხეც არ ქონია მართას და მაგალითად ხელი შეგვიწყო და იქ ძალიან კაია და დიამდე. მაგრამ გავიღვიძეთ, ეხლა არის დაახლოებით 11 საათი, კარგად გვეძინა ორივეს. ეხლა ვჭამთ ბანანს, მართას დაუდგეს, დაუკეთებენ გადასხმას, დაახლოებით 3 საათი უნდა რომ გადასხმა გაუკეთონ. ტკივილები აი ისე, ხელი მანახე, გულები დაუხატა ექიმმა, კიდე ეძინება არა და ეძინა დაახლოებით 10-11 საათი და კიდე ეძინება. ეხლა რას ვაპირებთ ჩვენ ეს 3 საათი? წავიკითხავთ წიგნს. მართას აქვს ამ წიგნში რაღაცები გახაზული და რო ვკითხე მეთქი რატო გაქვს რაღაცები გახაზული თქო? მე რო კითხულობ ხოლმე ზოგადად მნიშვნელოვან რაღაცებს ესე ვინიშნავდა, თურმე პატარა რო იყო, ესე ბაძავდა და რაღაცები აი ესე უბრალოდ აქვს მონიშნული და ძალიან საყვარელი. პატარა პრინცის ნახევარი უკვე წავიკითხეთ და ახლა მართა მთხოვა ფორთოხალი და ჩვენ ზოგადად ფორთოხალს ვრცქვნით ისე როგორც მანდარინს. დაჭრილსაც მირჩევნია მე პირადად და ყველანაირს. აი როგორც ზუსტად მანდარინი ეგრეა რა, მოიცა? უბრალოდ ცოტა ძალა სჭირდება, ანუ მგონია რომ ბავშვმა შეიძლება ვერ გააკეთოს რა. მესამე გამარჯვებული კომენტარი დაგვიწერა სესილი და სალიმ. მანანა და მართა და გელა ძალიან მიყვარხართ, მე გირჩევთ რომ ტუტორიალებით გადაღება გააგრძელოთ. ძალიან მინდა რომ შეგხვდეთ, მე და ჩემ დას გვაქვს YouTube არხი და ძალიან გამიხარდება თუ გამოგვიწერთ და ძალიან მინდა თქვენი მაისური სულ მაგ მაისურით ვივლი. მოიგე შენ ეს მაისური გილოცავ. სხვა შორის ძალიან მაგარი რაღაცა წერია და არ დაგავიწყდეს, როცა ეს მაისური გეცმევა რომ სიკეთე არის შენი სუპერ ძალა. ძალიან მიყვარხართ, გხავთ გადადის ეს არის არხზე, მიყვარხართ სამივე. აუცილებლად გადავალოთ და გამოგიწერთ, წარმატებებს გისურვებთ YouTube-ზე და გილოცავ შენ მოიგე. ორი ერთნაირი მაისური, აუცილებლად თვითონ მოგაწვდით ან გამოგიგზავნით. ერთხელ მართამ ძალიან გამაბრაზა, დაახლოებით 3 წლის იყო და უყიდეთ სახატავები და რაღაცეები რა. მარშრუტკაში იცოდა ხოლმე, ბოლო ხმაზე ყვირილი, დაბლა გაწოლა და რაღაც აი ძალიან არაადეკვატურად იქცეოდა და ხო ყველაფერი უყიდეთ, ანუ რაც შეგვეძლო და დაიწყო ყვირილი, მარშრუტკაში დაბლა გაწვა და არ ჩერდებოდა. არ მახსოვს რამდენი წლის იყო, ალბათ 3-ის იქნებოდა ან 4-ის რა. მე დედა და მართა ვიყავით მარშრუტკაში რა და აი ისე გვარცხენ და ისე გვარცხენ და ანუ ხალხი ჩადიოდა ლამის ისე ყვიროდა რა, რო გადმოვედით ნაგავში გადავუგდე. იმიტომ რომ ანუ რო გადმოვედით კიდე დაბლა გაწვა. არ მოყვებოდა სახლში და ანუ მოკლედ ნერვოზი დაგმართა რა. მართა იკეთებს გადასხმას და თან დადის წინ და უკან. ეს ასე მოვიდა გელა ხელში უჭირავს რაღაცეები. მოვიდა ზამენა. ზამენა მოკლედ და შემეცვალოს 27 საათი გავატარე პალატაში. და რავი აი 60 ადამიანს ველოდებით რომ 100,000-ნი გავხდეთ და მე სამწუხაროდ აქ ვერ ვიქნები. მოკლედ გამოდის რომ გელა და მართა აღნიშნავენ. აი, პროსტა ბედი არგი, ნამდვილ იშრომე და მე გელა და მართა უნდა აღნიშნონ 100,000. დღევანდელი ვიდეო დასასრულს უახლოვდება და გელა და მართა ჩაწერენ YouTube ვიდეოს თუ როგორ ერთობიან 24 საათით საავადმყოფოში. See you. აი ეგეთი ვიდეო მინდა რა. დღევანდელ ვიდეოში მე და მართა 20 აი ხო. როიგრევა. 10 ჯერ თქვი. ხელი მეფხანებაო ცოტაო და ის უნდა ეკეთოს პარასკევამდე. და მიიღო წესი რა.